მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. მზი ამაღლობელი საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. სავარაუდოდ ეს იქნება ბოლოს წინასხდომა და 28 ივლისს შესაძლოა მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს. დღეს დაიკითხა ექსპერტი, ექიმი, ნევროლოგი. პროცესს მზი ამაღლობელიც დაესწრო. ტრადიციულად სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს შენობასთან მზი ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი. გაზეთ ბათუმელების თანამშრომლები ხელისუფლების მხრიდან დამატებით ზეწოლაზე საუბრობენ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით მათ შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო. ბიუჯეტის წინაშე 47,000 ლარის ოდენობის დავალიანების გამო, რასაც დაემატა საურავი. გვექნება შუამდროულობა, რომ სასამართლომ ეს ძალიან მცირე დარბაზი ისევ შეცვალოს იმ სხდომათა დარბაზით, რომელიც მეტნაკლებად იტევს იმ რაოდენობას. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას განვიხილავთ და დავკითხავთ ექსპერტს. ეს გახლავთ ექიმი ნევროლოგი, რომელსაც მივმართეთ კითხვით დაცვამ. კერძოდ კი რამდენად იმ ვითარებაში, იმ კადრში, როგორც ეს ასახულია, ბატონი დრებუაძე რეალურად განიცდიდა ტკივილს. ველოდებით რომ პროკურატურა იტყვის თავის დასკვნით სიტყვას და რა თქმა უნდა ყველას გვაინტერესებს თუ კი რამე განსხვავებულ არგუმენტს მოიტანს პროკურატურა ამჯერად მაინც, იმიტომ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მზი ამაღლობელი სასამართლო პროცესები დაიწყო, ჩვენ ვისმენთ მხოლოდ სრულიად დაუსაბუთებელ, სრულიად სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდნილ არგუმენტებს, რომლებიც არათუ სამართლებრივი, არამედ ელემენტარულ ლოგიკას არ ემორჩილება ისეთი არგუმენტებია. სახელმწიფომ წამოიწყო კიდევ ერთი კამპანია, ესე ვთქვათ, ჭრალებში მზიას წინააღმდეგ, მზიას გატეხვის მცდელობად ვაფასებდნენ ამას. როგორც მისი კოლეგა და ამ რედაქციის წარმომადგენელი, გულისხმობ იმას, რომ ინკასო დაგვადეს ჩვენი დავალიანება ძირითად ხარი 47,000 ლარი და ამ თანხის გამო დაგვადეს ინკასო, გვაქვს საურავები და ჯარიმებით, ჯამში ეს 300,000 ლარს არ აღწევს. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით? საკითხი ბრიუსელიდან 8 პუნქტიანი მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. მმართველი გუნდის შანტაჟსა და ქართული გუნდის დაშინებაზე საუბრობს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ ქვეყანას უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ, ეს მხოლოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება და ამას საზოგადოება არ შეეგუება. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით 8 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მათი შესრულება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება. ევროპარლამენტის მხრიდან რიტორიკა გამწვავდა და შეფასებები გამწვავდა მას შემდეგ, რაც ოცნებამ გამოიყენა საკუთარი მეგობარი ქვეყნები იმისთვის, რომ არ დაეთმო თავისი პერსონალური კომფორტი, იმისთვის, რომ არ დაწესებულიყო პერსონალური სანქციები და მაკა ბოჭორიშვილს და მისნაირ მაღალჩინოსნებს არ ჰქონოდათ დისკომფორტი ევროპაში მიმოსვლასთან დაკავშირებით. ამის გამო გამწვავდა ევროპარლამენტიდან რიტორიკა და შეფასებები და ამის გამო კარგავთ დღესდღეობით ჩვენ ქვეყნისთვის უდიდეს მონაპოვარს, რაც არის ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ქართველი ხალხი ისჯება იმის გამო, რომ ყავს ეგრეთ წოდებული უსუსური მთავრობა. უდიდესი უმრავლესობა არის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრე. ამას ადასტურებს განწყობები, 10 წლების განმავლობაში ჩატარებული განწყობები, რეფერენდუმების შედეგები, საერთო სახალხო გამოკითხვების შედეგები. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამიტომაც რაც გინდა ნარატივები ავრცელონ კონკრეტულმა პიროვნებებმა, ქართულმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვისი ჯარები დგას საქართველოში. როგორი სახელი ქვია რა რბილი, ძალიან რეკომენდაციები და რეალურად ეს რეკომენდაციები კი არ არის, პირიქით მოთხოვნებია, როგორც კარგად შეუდათ მაგალითად ბოლშევიკებს მოსკოვში რაღაცას
მოიფიქრებდნენ და მე ეს მოთხოვნები ჩამოდიოდა თბილისის და კარგი ბიჭები და კარგი გოგონები იყვნენ თბილისში ან ნებისმიერ ჩვენს ქალაქში თუ ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ. ჩვენ არ ვწევთ სხვის დახრულზე და მოთხოვნებს უბრალოდ არგუმენტებს უპირისპირებთ და ელემენტარულად ვითხოვთ რომ რაშია პრობლემა ახსენით, კეთილი ინებეთ და დაანებეთ თავი ბოლშევიზმს, ჩვენ ბოლშევიზმს დავანებეთ თავი 90-იანი წლებიდან. თქვით უარი, ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა და გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დრო გავა, უფრო მეტი ქვეყანა გამოფხიზლდება, მოდი ესე ვთქვათ და მოქალაქეები ამ ქვეყნების უკვე ფხიზლდებიან, ეს წინა არჩევნებმაც აჩვენა, რაც ევროკავშირში ჩატარდა და რა თქმა უნდა, საღიაზრიც არსებობს რიგ ქვეყნებში, რიგ ლიდერებში, რიგ ევრობიუროკრატებში და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ვინაიდან არანაირი კავშირი არ არსებობს, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ სამართლებრივ კავშირს, სამართლებრივ საფუძველს, ვიზა ლიბერალიზაციასა და ამ ორ კანონს შორის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს აღსრულებაში მოიყვანონ. გურიატივი დაინტერესდა, რას ფიქრობენ ოზურგეთში ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. როგორც გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, ეს ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება. ნახოთ ქუჩის გამოკითხვა. ფიქრობთ, რომ შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერდეს საქართველოს, როგორ აისახება ეს ჩვენზე? როგორ აისახება? ძალიან ცუდად აისახება, იმიტომ რომ მიდის ხალხი და შრომობს და რაღაცა საქართველოში ოჯახებში ორი კაპიკი შემოდის და ძალიან ცუდია ეს. არ უნდა შეწყდეს ვიზა. რა თქმა უნდა ცუდია, მაი თუ მასე მოხდება, მაგრამ არ უნდა მოხდეს მასე. რაც შეიძლება უკეთესი გააკეთოს ისე. ამას ვთხოვ ჩვენ მთავრობას. ნუ ხალხისთვის რაც უკეთია ის გააკეთოს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. არ შეამოვნებს შეჩერება. ჩემი აზრით ცუდია და ხალხი დადის მუშაობს. რაც ხო ორკაპიკს აკეთებს და მაგის უშედეგი რა ვიცი რა ფერინა მასაკნა. რა შეიძლება გააკეთოს ან საზოგადოებამ ამის შესაძლებლად ან ხელისუფლებას რას თხოვდით და რას ეწყოდით? რას თხოვდი და პატარა მიხედონ რა მაგ საკეს რა ვიცი აბა. რაღაცა კაც დაჭირდეს გზავნილები, რაღაცა ან ავატყოფი უნდა გადაიყვანო, აქანი არიან კასაბჯები. ყველას მიყავს იქით საზოგადო კარგი მკურნალობა და იქ მიყავს ხალხი. აქანი სარემონტო კანტორა ყველას ავატყოფობს საქართველოში. მეტი არაფერი არა. ამის გამო მიდის ხალხი, მაგრამ არ შეუჩერეს. ვიზას როგორ უნდა ისი თუ არ მეითხოვეს, იქიდან კი არ გაუშვებს ვინმე. ვიზა უნდა ქონდეს და წავიდეს თავისუფლად. აი ხალხი დაზარალდება. რა თქმა უნდა არ უნდა დაიკეტოს ხალხი პურის შოულობს, საწოდავად დადის ხალხი და იმას ხელი უნდა შეუწყონ, კი არ უნდა აქ არაფერი იშვება, სამსახური არაფერი არ არის და რა ქნას ხალხმა? დავწყდეთ უნდა. უნდა შეგვიწყონ ხელი აუცილებლად და ვიზა უნდა იყოს აუცილებლად, რომ გავატაროს ეს ხალხი საქართველოდან გავიდნენ და იმუშაონ. ან სამსახურები გახსნან და ამუშაოს ეს ხალხი და ან და ნუ შეუშლის ხელს რომ გავიდონ და იქ მაინც იმუშაონ და პურისფული იშოვონ. აი ამას ვეტყოდი ჩვენ მთავრობას მეც არაფერს. ზემო სურებში სურები 2 ჰესის კოპინგის ანგარიშის განხილვა გაიმართა. განხილვის დაწყებამდე მოსახლეობას შორის შელაპარაკება მოხდა. სოფელ ზემო სურებში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. მოსახლეობის ნაწილი მომხრეა მშენებლობის დაწყების. ნაწილი კი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს და განხილვის დაწყებამდე ეს ნათლად გამოჩნდა. პიროვნება და მისი ჰიდროლოგია და შემდეგი დეტალური ანალიზი გაკეთებული შვეიცარიული კომპანიის შტუკის მიერ ევროპული სტანდარტებით. დიახ, მე დიახ. არა, გამოგიგზავნით მაგ დოკუმენტს. ეს არის ბადურ უკლებაზე დაფუძნებული, ბადურ უკლების ჰიდროლოგიაზე დაფუძნებული ციფრები და ეხლა გაკეთდა დეტალური ანალიზი შვეიცარიული კომპანიის მიერ იმ მეთოდებით, როგორც ანგარიშობენ ევროპაში გლობალური დათბობის გათვალისწინებით, იმ კოეფიციენტის მიყენებით, მაგ დოკუმენტს გამოგიგზავნით მოგაწევთ. მდინარე ეს თვითონ მდინარე არის ამ ხეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმი თუ ამ სურებში რაც არის ეფექტური, ყველაფერი ამ ხეობის სწავლობით არის რა. ხეობას ამშვენებს მდინარე და ზოგადად მდინარე კვებავს ბუნებას ყველანაირად და ის ეკოსისტემა რაც აუცილებელია ბუნებაში, რაც გვჭირდება ბუნებაში, სწორედ მდინარე უზრუნველყოფს ამას და გასაგებია რომ რაღაცა თქვათ არის საჭირო განვითარებისთვის რაღაც საკუთრებას ხო შეიძლება განვითარება წავიყვანოთ ისე რომ ბუნებას არ შევეხოთ ისე რომ მე ჩვენ მან დაგვაზარალოს და უფრო მეტი უკუჩვენება მოგვცეს რასაც ველოდებით თქვათ აი თუნდაც ამ
კონკრეტულ შემთხვევაში ჰესი და გაუფრთხილდეთ უნდა იმ ბუნებას, რომელიც შენ გასაზრდოებს. ორყოფითიც ეგ არის ყველაზე დიდი, რომ ის რაც შენ კვებავს, ის არ უნდა მუშაო და ის არ უნდა დაანგრიო. მე არ ვარ განვითარების წინააღმდეგი და მე არ ვარ რაღაცეების წინააღმდეგი. პირიქით, მინდა რომ განვითარდეს ყველაფერი და მე მასწავლებელი ვარ და 3 ბავშვია სკოლაში შემოსასვლელი. ფაქტობრივად სოფელი დაცლილია. აბა ეხლა რო რამე მოხდეს, თქვა, არავინ არ ველოდებოდით, არც თქვა მილებში გამოატარეს ვერესყარი, ხო? რა მოხდა, ხო, კარგად იცით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1995 წელს დაკავებული მამაკაცი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმის სპორტის ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.